ჩვენ ხშირად გვითხოვს ასევე რომ ადამიანები რო იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, აი იგავი რო არის თესვარზე, ხო? სხვადასხვა ადგილას რო ვარდება და სხვადასხვა გულს რო გამოსახავს. არიან ადამიანები, რომლებიც კი იწყნარებენ ღვთის სიტყვას, ანუ მადლს და სულიერ ცხოვრებას იწყებენ, მაგრამ დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. ვერ ინარჩუნებენ. და უნდა შევინარჩუნოთ უკანასკნელ ამოსულთქვამდე. ამიტომ ერთის მხრივ დიდხანს სიცოცხლე კარგია, რაც მეტად ახალგაზრდები ხართ, კარგია რომ მეტი სიცოცხლის დრო გაქვთ. ხო, რაც მე სიცოცხლებ თითქოს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ რაც დიდხანს ცოცხლობ, უფრო მეტად უნდა დიდხანს შევინარჩუნოთ, მინიმუმ შევინარჩუნოთ წმენა, მაგრამ შენარჩუნება არ არის საკმარისი, წმენა დინამიური პროცესია და იგი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს. და ეს კიდევ ვიმეორებს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე 100 წლის რომ იყო, ვნებებისაგან დაფერფლილი და დაცლილი მთლიანად, მაშინაც უნდა ფრთხილად იყო, რომ იქაც შეიძლება გაცდუნოს ბოროტმა თუნდაც უიმედობით და სასწორკვეთილებით. და აი ამ წმენის შენარჩუნებას კიდე ჭირდება ყოველთვის ჩვენი თანამშრომლობა, თანამშრომლობა ღმერთთან და ბრძოლა. მეომრის სულისკვეთება ჭირდება, მოწამეობრივი სულისკვეთება ჭირდება ადამიანს. არ გამოდის უბრალოდ სხვანაირად, უბრალოდ მოშვებული, მოდუნებული ქრისტიანობა არ არსებობს.